ეხლა მოგაწოდებთ ტალხუნას ზმრით გამზადების წესს. ავიღოთ 1 კილოგრამი ხბოს ხორცი და თუ ხორცი არ არის ცხიმიანი, დავამატოთ მაგას კარაქით და მოვშუშოთ 0.5 კილოგრამ ხავთან ერთად. როდესაც ჩაიშუშება, დავუმატოთ 1 სუფრის kovzi ტომატ პიურე. ტომატ პიურესთან ერთად რომ ჩაიშუშება კარგად, უნდა შევაყაროთ წმინდად დაჭრილი გინძი და აგრეთვე 1 კონა წმინდად დაჭრილი ცერეცო. თუ ხედავთ, რომ სითხის ნაკლებობა არის, შეგიძლიათ 0.5 ჭიქა წყალი დავუმატოთ. იმის დამიხედვით, რა რაოდენობის წვენი გჭირდებათ. თუ არადა და ცხიმი გაუშვა და საკმარისი რაოდენობით არის სითხე, იმ შემთხვევაში ჩაშუშავთ, გააგრძელებთ ჩაშუშვას, დავუმატებთ ნიორს გემოვნებით, მარილს გემოვნებით, წიწაკა შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენ თვითონ, გინდათ მწვანე, გინდათ წითელი, ისიც რაოდენობა განსაზღვრეთ თქვენ თვითონ როგორიც მოგწონთ და გააგრძელეთ შუშვა. როდესაც ხორცი უკვე თითქმის მზად არის, ჩაშუშული არის და გამზადებულია, აიღეთ ღეროდან გარჩეული ტალხუნა, არც ერთ შემთხვევაში ღერო არ გააყოლოთ, დანახეთ ეს ტალხუნა კარგად, გააზავეთ 1 სუფრის kovs კარგ ძმართან ერთად და მიეცით დანაყულ ქინძთან, დაჭრილ ცერეცოსთან და ძმრიან ტალხუნასთან ერთად გადააზავეთ, წამოადუღეთ, წამოდუღებიდან სადღაც 5-10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გამორთოთ და მიირთოთ გემრიელად.